მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაულის საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს პრემიერმა მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა მეიდანზე მდებარე მეჩეთში შეკრებილ მომლოცველებს სიტყვით მიმართა და ორი ერის თანაცხოვრებასა და მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი. პრემიერთან ერთად მთავრობის წევრებიც იმყოფებიან. ყურბან ბაირამი მარხვისთვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლ შეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ბაირამი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს უნიკალური ტრადიცია. ამ ხრივ საქართველო არის უნიკალური ადგილი, ვინაიდან ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ძმურად ქრისტიანები, მუსულმანები, ებრაელები, კათოლიკები, გრიგორიანები, ყველანი, ანუ ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთად ვიზიარებდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთიანი და საერთო მიზანი გქონდეს. მიზანი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქართულ სახელმწიფოს. და კიდევ ერთხელ, ეს არის არჩევანი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა დიდმა მეფეებმა გააკეთეს. სოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე მშვიდობისთვის, იმიტომ რომ მართლაც თან დაძაბულია მდგომარეობა სოფლიოში და საქართველო ამ შემთხვევაში გამოირჩევა თავისი მდგრადი სამოქალაქო, თუ შეიძლება ასე თქვას, პოლიტიკით და ჩვენ ვამაყობთ ამით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მაგალითი უნდა იყოს სამაგალითო, ჩვენი სახელმწიფოში არსებული პოლიტიკა სამაგალითო უნდა იყოს სხვა სახელმწიფოებისაც. მექადან დაწყობილი მთელ სოფლიოში ყველა მუსლიმს მინდა მიულოცოს ყურბან ბაირამობის დღესასწაული. შეწირვის დღესასწაულია. ამ დღეს ძალიან დიდი დატვირთვით მნიშვნელობა აქვს კაცობრიობისათვის.